შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აჩერებს იემენზე საჰაერო იერიშებს, რადგან ჰუსიტებმა პირობა დადეს, რომ აღარ დაესხმებიან თავს გემებს წითელ ზღვაში. ჰუსიტები ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს, რომ აღარ სურთ ბრძოლა. მათ უბრალოდ აღარ უნდათ და ჩვენ ამას პატივს ვცემთ. ჩვენ შევაჩერებთ დაბომბვებს, რადგან ისინი დაგვვნებდნენ. რაც მთავარია, ჩვენ ვენდობით მათ სიტყვას, რომ აღარ დაესხმებიან თავს გემებს. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკების დროს, რომელშიც ვაშინგტონი, მასკატი და იემენი მონაწილეობდნენ, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჰუსიტები პალესტინელებისადმი სოლიდარობის მიზნით წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს ღაზაში ომის დაწყების დღიდან ესხმოდნენ თავს. ტრამპის ადმინისტრაცია მარტში გააძლიერა სამხედრო კამპანია ჰუსიტების წინააღმდეგ და გააფრთხილა ისინი, რომ იერიშების თავიდან ასაცილებლად ლეტალურ ძალას გამოიყენებდა.